ალბათ გამონაკლეს მივიღოთ და ვიქოთ ეს ერთ რიცხვიდან, რომელიც წინააღმდეგია. ეხლა იცით საქმე რაშია, რომ ჩვენ ქვეყანას ეხლაც აი ამ დროში იმდენი მტერი ყავს, რომ მე ვფიქრობ, რომ ძალიან დიდი სიფრთხილე გმართებს ქართველებს ისეთი, თქვათ, ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმის დროს, როგორც თუნდაც ქუთაისში პარლამენტის გადმოტანა. ეხლა როგორ შეიძლება მე თვითონ ქუთაისში ვცხოვრობ, არ მინდოდეს, რომ აი თქვათ პარლამენტი იყოს ჩემი ქალაქისთვის, ქალაქში და ჩემთვის ეს არ იყოს პრესტიჟული და თქვათ ძალიან კარგი და სასარგებლო, მაგრამ მე ვხედავ აქ ძალიან დიდ საშიშროებას. მე ვფიქრობ, რომ პარლამენტი ეს ერთგვარი პარლამენტის გამოტანა დედაქალაქიდან თბილისში ერთგვარად პრიმანკა როგორ თქვა, აი სატყო არა გახლავთ, რომლის შემდეგაც ყოველ შემთხვევაში წინა ხელისუფლების ფიქრობ ეს გათვლილი მიზანი იყო. ეს იყო ეგრეთ წოდებული სატყო არა, რომელიც დღესაც ფიქრობ ძალიან კარგად ასე ვთქვათ მუსიერებს საზოგადოებაზე. იმისათვის რომ ქუთაისი დამკვიდრდეს დედაქალაქად. თუ ჩვენ ეხლა ძალიან ხშირად მინდის აპელება თემაზე რომ ვთქვათ დამუშვათ რატო შეიძლება დეცენტრალიზაცია, რატო შეიძლება გადავიდეს პარლამენტი თქვათ ქუთაისში შეიძლება გადავიდეს პარლამენტი, მაგრამ მე ვფიქრობ რომ ქუთაისში დედაქალაქის ასე ვთქვათ ქუთაისის დედაქალაქად ქცევა მე ნიშნება ძალიან ცუდად, ძალიან ცუდი მაჩვენებელია, იმიტომ რომ ქვეყანას მაშინ აქვს ორი დედაქალაქი, როდესაც მას რაღაც ძალიან დიდი პოლიტიკური უბედურება სჭირს და როგორც ჩანს ჩვენ აი ამ დიდი უბედურებისათვისაც უნდა მოვებზადოთ, თუ კი ეს ასე მოხდება. აი ამის წინააღმდეგი ვარ, თორე ნამდვილად არა ვარ ეხლა იმის წინააღმდეგი, რომ პარლამენტი არ იყოს ქუთაისში. ჩვენ დღეს გვაქვს ძალიან დიდი საშიშროება სამხრეთელი მეზობლისგან, ისე როგორც ჩრდილოელი დიდი მეზობლისგან, ასევე დასავლეთიდან, იგივე თურქეთის სახელმწიფოს გულისხმობთ. თუ ჩვენ მარტო ამ სამი დიდი მეზობლის დამოკიდებულებას, ასე ვთქვათ, გადავხედავთ ჩვენი სახელმწიფოს მიმართ, ჩვენ ამის აუცილებელი სიფრთხილე და შიში უნდა გქონდეს. თუ კი ესე იგი თბილისის როლი როგორც დედაქალაქისა დაკნინებული იქნება, ანუ თბილისი დაკარგავს დედაქალაქის ფუნქციის, ასე ვთქვათ, რაობას და დედაქალაქის ფუნქციას, ჩვენ უნდა ჩავთვალოთ, რომ სამხრეთ ჯავახეთი და ასევე აღმოსავლეთ საქართველოს ნაწილი მომავალში რამდენიმე ათეული წლის შემდეგ ჩვენ დაკარგული გვექნება. ძალიან დიდი საშიშროება გახლავთ გარდა იმისა, რომ სააკაშვილი ამბობდა, რომ სამთო-სათხილ ამორო ტრასა უნდა გაიყვანა მას გოდირძის უღელტეხილზე. ჩვენ ამით ფაქტიურად ჩვენი ყოფილი ხელისუფლება ფაქტიურად, ასე ვთქვათ, ხელს უწყობდა სომხეთის გასვლას ზღვაზე, იმიტომ რომ თუკი ახალციხედან, ესე იგი თურქეთამდე დამაკავშირებელი მაგისტრალი საქართველოს გაივლის, მოხდება ისე, რომ რამდენიმე ხნის განმავლობაში ჩასახლდებიან ჩვენი სამხრეთელი მეზობლები და 20-30 წლის განმავლობაში დაახლოებით არ დაჭირდება ჩილებამდელი ისინი მოითხოვენ ავტონომიას. სამწუხაროდ მართლაც არსად არ მომისმენია ეს რაც მე ხა დღეს ვსაუბრობ, მე არ ვიცი ეხლა რაღაც შეიძლება ერთგვარი შიშიც იყოს, რაღაცა გარიდება რაღაცა საკითხების მიმართ, თუმცა არ ამგონია რომ დღეს ადამიანები რომლებიც ხელისუფლებაში მოვიდნენ და იყვნენ ხელისუფლებაში, აი ამ საფრთხეებს ვერ ხედავდნენ. მე არც მინდა დავიჯერო რომ ეს ასეა. ჩემთვის ძალიან მეათე ხარისხოვანია მინდა გითხრათ ის რაზედაც დღეს ჭყალებში წუწუნებენ ჩვენი პარლამენტარები, რომ დაუშვათ 2-3 საათი სჭირდებათ, რომ ქუთაისში ჩამოვძანდნენ, მაშინ როცა მეგაპოლისებში დაუშვათ ადამიანები 2-3 საათი ყოველ დღე დადიან ხოლმე სამსახურებში და ამდობებენ ამ ხელაგზის გავლას. ეს ჩემთვის ძალიან მეათე ხარისხოვანია, მინდა გითხრათ, ჩემთვის ის დიდი პოლიტიკური საფრთხე უფრო მნიშვნელოვანია, რომელსაც მე ასეთი ვთქვათ აი ამ პარლამენტთან დაკავშირებით ვხედავ.